შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. სენტიმენტალური გასეირნება იონას ეზოში. მერვე. მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი. მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი. რუსთაველი. იონას ეზო ორი ქცევაც არ იქნებოდა. შიგ ქოხის მსგავსი ფიცრული პატარა სახლი დგას. ქოლგასავით გაშლილი თუთის ხე და ვეება ძელქვები ეზოს ამშვენებენ. სახლის წინ დაღმართი ერდბაშა დეშვება, რის გამო ეზო გორაკის შთაბეჭდილებას ტოვებს. დაბლა ეზოში უზარმაზარი ძელქვებია და მისიქით მართლაც ხელის გულივით სჩანან რიონის ველი, რაჭა ლეჩხუმისა და სვანეთის მთები. მოწმენდილ დღეს დაკვირვებული თვალი რიონის სადგურს და მთის ძირში თეთრი ზოლივით გაწოლილ ქალაქ ქუთაისსაც შეამჩნევს. პლატონმა ბინოკლში გაიხედა. თვალზე მოაწყო და დაიძახა. შეხედეთ, რა კარგად მოსჩანს თეთნულდი და უშბა. ბინოკლი ვარდოს გადასცა. ვარდომ შაქრის თავივით აწვდილი, კონუსის მსგავსი თეთნულდი და ბუმბერაზი უშბა დაინახა. როდესაც ცქერა მოსწყინდათ, იონამ სკამები გამოიტანა და სტუმრები თუთის ხის ქვეშ დასვა. კორნელი და ნინო ეზოს უკან ვენახში შევიდნენ. ჭიშკართან საგანგებო ჯიშიანი ვაზებით შეთხზული ტალავერი იყო გაშენებული. ეს ვაზები ფრანგმა აგრონომმა აჩუქა იონას. გრიგოლიომს ეძახიან. ამ სხმოიარე ვაზის მტევანი 5 გირვანქას იწონის და შავქლიავის ოდენა მარცვალი იცის. როგორც თვალის ჩინს ისე უფრთხილდება ამ ტალავარს იონა. დედამისის შვილია, ვინმე გაბედავს და თუნდაც ერთ მარცვალს მოსწყვეტს უმისოთ, უთხრა კორნელიმ ნინოს. ძუნწი ყოფილა, შენიშნა ნინო. არა, მაგრამ კანონად აქვს შემოღებული, უიმისოთ არავინ არ უნდა ახლოს ხელი მტევნებს. თვითონ თავისი ხელით უფრო მეც მოგართმევს, ვიდრე შესჭამდე. სადესერტო ყურძენს, მუსკატს, ქალის თითას, რომელიც გნებავთ. განუმარტა კორნელიმ. ღობეზე გადავიდნენ და მუხნარისაკენ გასწიეს. ტყეში გრილოდა. ტყის პირას ხრამში მწიფე მაყვალი შენიშნეს და მას დაუწყეს კრეფა. მაგრამ ჯაგებს იქეთ მინდვრის ბოლოს უფრო მსხმოიარე მაყვალი იყო. ხმელი ეკალიედებოდა კაბაზე ნინოს. კორნელიმ ხელი მოჰკიდა და მოხერხებული ბილიკით წაიყვანა. გავიდნენ თუ არა მინდორზე, ნინომ გულშემზარავად შეჰკივლა, გადახტა და ხელი ჩასჭიდა კორნელის. კორნელი შეკრთა, მაჯის სიმსხო გველი აჩქარებით მიიკლაკნებოდა მინდორზე მახლობელ ბუჩქისაკენ. ჩუმად და უხმოდ მიცურავდა, თითქო მწვანე ბალახში ვერცხლის წყალი იღვრებაო. კორნელი გაიტაცა კიდეც ამ უცნაურმა მოძრაობამ, გაშტერებული უცქეროდა ქვეწარმავალს.
ნინოს კივილზე შეშინებული ვარდო, ესტატე, სტეფანე და იონა და პლატონიც მოსცვიდნენ და ნინოს კითხეს, რა მოგივიდა? გველი, ნინოს მაგივრად მიუგო კორნელიმ. ახალმოსულნი ქვებით შეიარაღდნენ და ბუჩქში შემძვრალ გველს დასცხეს, მაგრამ იონამ განაცხადა, ბუჩქში შეგვასწრო, გვიანღა არის, ხვრელში ჩაძვრებოდა. ნინო ცუდად გახდა, მიწისფერი დაედო, გული უღონდებოდა, წითელი მესტებით დამშვენებულ შიშველ ფეხებზე და წვივებზე იხედებოდა. თითქოს ზედ ქვეწარმავალი შეხებოდა ცივი საზარელი ტანით. რა საშინელია, არ შემიძლია გველის დანახვა. ჩიოდა საშინელი ზიზღით ნინო და ატირებული ბავშვივით ეხუტებოდა დედას. პლატონმა კი სალაპარაკო მასალა იშოვნა. გველის სახით მოვიდა ცდუნება ამ ქვეყნად. გველი ცდუნების, სიბრძნის და მიჯნურობის სიმბოლოა. ლერნეოსის გველი შხამით მოწამლული ისრით განგმირა გმირმა ჰერაკლემ მონამსახური კენტავრი ნესი თავისი მეუღლის ტურფა დეანერას გატაცებისათვის. სიკვდილის წინ შედედებული სისხლი გადასცა კენტავრმა ჰერაკლის ცოლს, საყვარელ დეანირეს. ამ თილისმით ლერნეოსის გველი შხამით მოწამლული სისხლით დაუპა მერმე შეუცნობლად დეანირემ უძვირფასესი თავისი მეუღლე ელადის გმირი ჰერაკლე. ლემნოსის კუნძულის მოგმ ქალთან ქრისესთან ალერსისა მიჯნურობისა და ცდუნების ჟამს მოშხამა ყვავილ ნარიდან გამოცურებულმა გველმა ჰელენეთის ჭაბუკი გმირი ფილოქტეტე. ჰეთოსის მთის გამართულ კოცონზე სვავდნენ ჰერაკლეს, როცა მან აკურთხა ჭაბუკი ფილოქტეტე გმირად და აღთქმა დაადებინა. ქალთან ცდუნება არასოდეს ვიგემო. ფილოქტეტეზე სოფოკლე ამბობს, შენ უბედობა გარგუნა ღმერთმა, იგივე ქსისეს შინაბუნების გუშაგი გველი. გაიხსენეთ კლეოპატრა, რომელმაც უცნაური სიკვდილი ისურვა უარყოფილი სიყვარულის გამო, შიშველი ძუძუსთავი მოალერსე გველს დააკბენინა. მუსიკით გრძნეული გველის იფონის მაგარ სალტეებში განიცდიდა უტკბილეს ვნებათა ღელვას კართაგენის მხედართ მთავრის ჰამილკარის ქალი სალამბოც. გაიხსენეთ გველის ჭამით გამეცნიერებული მინდია. აღარ გაათავა პლატონ მოგველაძემ ცდუნების, სიბრძნისა და მიჯნურობის სიმბოლოს გველის გამო უცნაური საუბარი. ნინო კი ეჭვმა შეიპყრო. რაღა მაინც და მაინც მე და კორნელი შეგვეფეთა ის ურწმუნო. აი თუ ცუდის ნიშანია. დედამ ოთახში დააწვინა ნინო. გულის დასაამებელი წვეთები დაალევინა. კორნელი სასთუმალთან მიუჯდა და ვარდოს წასვლის მერე ამშვიდებდა. გველიც ბუნებისაგან შობილია ნინო. წინასწარ აღებული აზრით თუ არ მიუდგები, ლამაზიცაა ერთგვარად. შხამიანი რომ არ იყოს ადამიანს ამრიგად როდი შეზარდებოდა. ბუნების მეტყველისათვის იგი ისეთსავე გულისყურის საგანში ადგენს, როგორც სხვა ყოველი ქმნილება. ევგენი მითხრა, ცნობილმა ფიზიოლოგმა პავლომმა ერთი ჩემი ამხანაგი ლაბორატორიიდან დაითხოვა იმის გამო, რომ ქვეწარმავლებზე მუშაობა შეეზიზღა და არ ისურვაო. ფიზიოლოგს იმ სტუდენტისათვის უთქვამს, შენგან ბუნების მეტყველი არ გამოვაო, მე კი მიუმატებდი, არც ხელოვანი. ნინოს ფერი მოსლოდა.
ის მკვდარი გველი იქნებოდა, ცოცხალი უფრო საზარელია, უთხრა ნინომ კორნელის. საღამოს ყველანი ეზოში ჩავიდნენ და სეირნობა დაიწყეს. ნინო და კორნელი სასტუმრო ოთახში დარჩნენ. ნინო მაგიდაზე გაშლილ ძველ გაზეთს კითხულობდა, რომელშიც პოეტის გრიგოლ ცაგურიშვილის ლექსი იყო დაბეჭდილი. იგი მახვილს და რიტმს ურევდა, ბავშვივით არბილებდა ასოებს. კორნელი თავზე ადგა და ქართულს უსწორებდა. მერმე ისე დაიხარა მაგიდაზე, რომ ნინოს თმა შეეხო. ქალის თმის შეხება საამოს სურნელი და ლოყის ალმური ათრობდა. კიდე უფრო დაიხარა და ახლა ნინოს ლოყა შეეხო სახით. საამური სითბო და სიტკბოება იგრძნო. ქალს თავი არ გაუწევია, მღელვარებისაგან გაფითრდა. სიტყვა ჩაუწყდა და გაინაბა. თითქო ჯადოსნურ ბადეში გააბესო, ზდუმდნენ. დილამდე იქნებოდა კორნელი ასეთ კბილად განაბული, რომ აგოი არ შემოსულიყო აივანზე. კორნელი გასწორდა. ხიდზე წავიდეთო, უთხრა ნინოს. ეზოში გავიდნენ. დედამ ნება დართო და შვილი ოთახში შევიდა ფეხსაცმლის გამოსაცვლელად. კორნელიმ ჭიშკარი გააყო და ნინომ დინარისაკენ წაიყვანა. გზაზე რიყის ქვები ეყარა და ნინო მესტებიან ფეხის ცერებით ფრთხილად მიდიოდა. კორნელიმ პლავში გაუყარა ხელი. დინარის მაღალ ნაპირს მიადგნენ. ცოტა ქვემოთ ხიდი იყო და ზედ კარის მერეთელი გოგო ბიჭები სეირნობდნენ. შორს აჯამეთის ტყის იქით, ცის დასავალზე, ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო წითელი ზოლივით გაწოლილი, უკვე დამცხრალი მზის ხანძარი. მთაშუბანს დუმარედ გადმოადგა სავსე მთვარე. კორნელი ლოდებზე გრიალით მარბენალ თის ანკარა მდინარეს დააცქერდა. სდუმდა არემარე, მხოლოდ მდინარის იქით, გვიმრით დაფარულ ნაპირიდან ბავშვთა სიმღერა ისმოდა. წკრიალახმით მღეროდნენ სოფლის უდარდელი ბავშვები. კორნელი ყურს უგდებდა მათ და ყურზე რაღაც გამოუთქმელი ნაღველი აწვებოდა. რაზე ჩაფიქრდი? კითხა ნინო. შენზე, მიუგო კორნელიმ. რას ფიქრობ ჩემზე? რომ უშენო ცხოვრება არ შემიძლია. ნინო გაფითრდა. ტანში ჟრუანტელმა დაურბინა. გაოცებით შეხედა კორნელის და უთხრა. კორნელი, რა მემართება არ ვიცი, გულღვიძლი მეწვის, ცეცხლი მეკიდება. მე ჯერ არ განმიცდია ასეთი გრძნობა, მე თანახმა ვარ, გავხდე შენი. სიტყვა ჩაუწყდა, ტუჩი მოიკვნიტა, თავი დარცხვენით ჩაკიდა. ძვირფასო ნინო, დაიძახა ახტაცებით კორნელიმ. ნუ თუ მართალია რაც შენ თქვი, ხელი მოხვია და თავნაყარ სიმინდისკენ წაიყვანა. იონას ვენახის უკან თხილნარში შევიდნენ და გადაჭრილი მუხის ძირთან დასხდნენ. სავსე მთვარე მაღლა იწევდა. ვენახის იქით თავნაყარის სიმინდი შრიალებდა. ნინოს ჩუმი ხმა გაისმა. შენ არავის უთხრა, რაც ახლა გითხარი. მე არ მინდა ეს ვინმე მიცოდეს, გესმის? მე მრცხვენია. მესმის შენი გულის თქმა, ჩვენი გრძნობა, სიყვარული ჩვენს გულში უნდა განისვენებდეს. სხვას რა ხელი აქვს მასთან, ჩემო ნინო, ჩემო თვალის სინათლევ. უთხრა ჩუმად კორნელიმ და ორთავ თვალში აკოცა. ნინომ კისერზე მოხვია ხელი და თავი მკერდზე მიაყრდნო. კორნელი მაიტაცა, მუხლებზე დაისვა,
ქალს დახუჭული თვალები ჰქონდა, თითქოს ტკბილად სძინავსო. კორნელიმ ქალის ფერმკრთალი სახე დაინახა, მოეფერა, ხელი შეახო. ქალი ხმას არ იღებდა. კორნელი შეშინდა, რა მეშველება, რომ რაიმე მოუვიდესო. რა წამს ეს გაიფიქრა, ფერმკრთალი და თვალდახუჭული ქალი მკვდრად მოეჩვენა. სახლისკენ გაიხედა, სარკმლიდან ლამპა ბჟუტავდა, თაზე გაშტერებული მთვარე გადმომდგარიყო, ირგვლივ სიჩუმე სუფელდა. მხოლოდ ღობესთან მაღალი კელაპტრივით ცამდე აწვდილი და ვერცხლისფრად განათებული ალვისხის ფოთლები ცახცახებდნენ და შრიალებდნენ. ჩირკში რაღაცამ გაიფაჩუნა. კორნელი შეკრთა, მაგრამ ფაჩუნი მაშინვე შეწყდა. ცოტა ხნის მერმე ქალი შეირხა. კორნელიმ უდარით ააყენა. ქალს თვალები ნამტირალევი ჰქონდა. რა ატირებდა არა თქვა. თვარეულივით გახვა კორნელის შინისაკენ. ყანაზე მიდიოდნენ. კორნელიმ ჭყინტი სიმინდის მოტეხა გადასწყვიტა ვახშმისათვის, რომ დაგვიანების მიზეზად ეს მოეტანა. ნინომ შეაცდევინა და შვაყანაში შევიდა. სიმინდის ალესილი და მაგარი ფოთლები ყელზე ხანჯალივით ებჯინებოდა. ტარო შეავლო ხელი, გაჩილა. სიმინდის მარცვალს ფრჩხილი დააჭირა. მარცვალი გასკდა და რძესავით ტკბილი შხეფი სახესა და ბაგეებზე მიესხა. მერე თავნაყარ სიმინდს ტარო მოატეხა. სიმინდის ღერო შეირყა და გატეხილ სახსარზე ცრემლივით დააჯდა სისველე. ნინო უძრავად იდგა ყანაში. თითქო ძალღონე წაერთვათ მისთვის და როდესაც კორნელიმ კლავში ხელი გაუყარა, ქალი ისევ თვარეულივით გახვა შინისაკენ, ღობესთან შეჩერდა. სუდათავარ, ჩაილაპარაკა. დაკოდილი შველის მსგავსი თვალები მიაპყრო ვაშს და მთელი ტანით აცახცახდა. ნინო, ძვირფასო რა მოგივიდა? ჩაშჩურჩულა კორნელიმ. არ შემიძლია. ცრემლმორეული ხმით წარმოთქვა ნინომ და კორნელის მკერდს მოწყვეტილი მიეყრდნო. უი, ჩემ თავს, გაიფიქრა კორნელიმ. ბავშვივით აიყვანა ხელში ასული და ასე გაეშურა შინისაკენ. უგუნებოდ შექმნილმა ნინომ თავის ტკივილი მოიმიზეზა, გაიხადა და მაშინვე დაწვა. რა დააგვიანე, რა მოგივიდა? შემოესმა ვარდოს ხმა აივანზე კორნელის. არაფერი არ მომივიდა. დინარის პირას ვსეირნობდით. მიუგო ნინომ. კორნელის ცრემლით აევსო თვალი.